თბილისისა და ლუბლინის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ახალგაზრდული სახელოვნებო და სპორტული მიმართულების პროექტები დაიგეგმება და ორ ქალაქს შორის გაცვლითი პროგრამები განხორციელდება. ლუბლინის საკრებულოს წარმომადგენლები გუდაურის პოტენციალით დაინტერესდნენ. ისინი აპირებენ პოლონურ ტურისტულ კომპანიებს და მოთხილამურეებს სამთო კურორტზე ტურების დაგეგმვა შესთავაზონ. პოლონეთი არის ის ქვეყანა, საიდანაც საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს ტურისტების მოზიდვისა საქართველოში, კერძოდ თბილისში და ასევე სამთო სათხილამურო კურორტების მიმართულებით, ამიტომ მთელი რიგი მიმართულებებია, რომელიც შეიძლება ძალიან გამოსადეგი, ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი იყოს თბილისის როგორც ქალაქის პოპულარიზაციისთვის, რაც პირდაპირ ნიშნავს დამატებითი ტურისტი, დამატებით შემოსავალს და დამატებით სამუშაო ადნოსამტო თითოეული ესეთი ნაბიჯი ერთიან სურათში სწორედ ამ პრობლემების და აი ამ გამოწვევების მოწესრიგებას და დაძლევას ისახავს სწორედ მიზნად. ჩვენი მიზანი იმ ურთიერთობების გაღრმავებაა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოსა და პოლონეთს შორის. გვინდა რომ ჩვენს ქალაქში ბევრი ქართველი სტუდენტი ჩამოვიდეს სასწავლებლად, იმიტომ რომ განათლების კუთხით ლუბლინი ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. ასევე ჩვენი მიზანია ქართული და პოლონელი ბიზნესმენები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და განვითარდეს ისეთი სფეროები, როგორიც არის განათლება, ეკონომიკა და კიდევ ბევრი მიმართულება.